ამინ შეგვიწყალოს, დაგვიცვას, დაგვიფაროს უფალმან ღმერთმან ჩვენმა. ჩვენთან არც ღმერთ. არც დაიყოს. იცით თქვენ რომ დღეს საპატრიარქოში ჩემს საკითხს განიხილავენ. ყველაფერს ხედავ, ყველაფერი ვიცი და ვფიქრობ ხოლმე ამაზე. ძალიან დიდი ბრძოლაა ჩემს წინააღმდეგ გაჩაღებული. ალბათ ერთადერთი ვარ ესეთი, რადგან აქეთ ეკლესიური ძალები, აქეთ სახელმწიფო, აქეთ ტროლები, ბოტები, იმედი, პოსტილი და რა ვიცი. და ძალიან მშვიდად ვარ. ერთხელ ვფიქრობდი ამ ქალაქ ძალები რო არის, სულელი ხო არა ვარ მეთქი. რო არ მაგებთ. ზოგიერთ შემთხვევაში ვუმები გაბრაზდი. ვერ ბრაზდები, მშვიდად ვარ და ამახსენდა ესეთი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან. მე ზედაზენზე დავიწყებ ეროვნული მოღვაწეობა. იცით ზედაზენი როგორ მაღლა და თბილისს გადმოყურებს და იყო ხოლმე ესეთი შემთხვევები. თბილისი რადგან ხეობაშია, თბილისს დაადგებოდა ბურუსი. არაფერი არ ჩანდა და ზემოთ ჩვენთან იყო მზე. და ვიღაცებს რომ ამოსვლა უნდოდა, თან შეპირებულები იყვნენ, ამოსვლას რეკავდნენ. ამებო, საშინელი დღე არის ჩვენთან და ვერ მოვდივარ და აი როგორ გვინდა თქვენთან, ჩვენთან მზეა, ამოდით. ხო და აი ამ განსხვავებას ხედავ. მზეში ვარ, იქ ბურუსია. და ჩვენთან ქრისტიანებს იქ სიკვდილია. და მე როგორ უნდა გაბრაზდე? ისინი უნდა გაბრაზდნენ, რომ ამ დღეში არიან. მათზე თქვა ქრისტემ, ბრმები არიან, ბრმების წინამძღვრები და ორმოში ჩაცვიდებიან. არა ორმოსაც მე მითხრიან, ხნაცვით ხარეს, ამოთხარეს და თვითონავე ჩაცვიდნენ. დავით მეფე ამბობს ამას. ჩემთვის ამოთხარეს ორმო და თვითონ ჩაცვიდნენ. სუსტად ამ დღეში არიან დღეს, ამ წუთას. რადგან იძულებულები არიან და კუთხეში არიან მიყენებულები, რომ არ გააკეთონ და არ დამსაჯონ ეს უღან დახევად იქნება და რომ დამსაჯონ ვისჯიან. ეს მათთვის იქნება უდიდესი საჯელი. ამიტომ მე არც ასე და არც ისე, არც პატივით და არც პატივით ჩამორთმევით მე არ გავჩვენებ და მით უმეტეს მათ წინაშე, მათ მიმართებაში არ გავჩვენებ. მე უკვე აშკარად ხედავ რატომ მებრძვიან, აშკარად ხედავ ვინ მებრძვის და აშკარად ვიტყვი ყველაფერს. ხელფეხები გახსნილი მაქვს. ადრე თავს ვიკავებდი, მაინც იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩუმად რაღაცებს აკეთებდნენ, ეს ყველი ვიცოდი. მე წავს ჩიტები ძალიან ბევრი, ამიტომ ვიცოდი რას აკეთებდნენ, მაგრამ მეუბნებოდი ძმა ხო ხარ? და მე მტკიცებულების გარეშე ვერ მეუბნებოდი და არც მეუბნებოდი, მაგრამ ეხლა ეს უკვე მტკიცებულებაა, როცა ჩემი დაჟე უნდათ, მტკიცებულებაა რომ მე მებრძვიან და ამიტომ მე სრულიად თავისუფალი ვარ მათი კრიტიკიდან. არავის პირად ცხოვრებაზე მე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მათ მოქმედებებზე, მათ რა უბედურება მოუტანეს და რა გაუკეთეს ეკლესიას, კონკრეტულად სახელებით და გვარებით ყველაფერს მოგახსენებთ. დღეიდან რა იქნება შედეგი? მაგას უნდა ელოდებათ. არა აქვს მნიშვნელობა. ნიშნულობა არ აქვს. იმიტომ რომ მე არასოდეს მიბრძოლია, შინაგანად არ მიბრძოლია არასოდეს სტატუსებისთვის. მე ერთადერთი რაც მინდოდა ჩემი სურვილი,
ეს იყო ბერობა. ნებისმიერ სტატუსში მე ბერი ვიქნები და ნებისმიერი სტატუსი, რომელიც მე ჭეშმარიტების მიმართ დამადუნებს, მე ის ამჭირდება. ამიტომ მე ვინარჩუნებ ქრისტეს, იმათმა შეინარჩუნონ ქვები. ათანასე დიდმა თქვა ეს სიტყვები. ჩვენთან არის ქრისტე, ქრისტე ჩვენია, ტაძრები და ქვები მაგათია. იგივეს გავიმეორებ მეც. ქრისტე ჩემია და ტაძრები და ქვები მაგათი იყოს. ამინ.